რაც გინდათ ასეთი ცომის რეცეპტი ნახეთ როგორი ცომია. ნახეთ. მთელი ღამე უნდა გამოვატარო ეხა ეს ცომის რეცეპტი ხათოსგან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და ხვალე ხაჭაპურებს შემოგთავაზებთ ამ ცომისგან. ქრისტე აღსდგა, ჩემო საყვარელო გამომწერებო, ძალიან მიყვარხართ, ბედნიერები იყავით, მშვიდობა გქონდეთ, მშვიდობა ოჯახებში, ჯამრთელები იყავით, გახარებულები იყავით, არასდროს ცუდი არ გამეგოს არასდროს და ეხლა მინდა დაპირებული ცომის რეცეპტი მოვამზადო, პირველად მოვზილო გობში, აი რაღაცა ესეთი ტრადიცია მინდა დავამკვიდრო ამ სახლში, ჩემი მამისეულ სახლში, რომ აი პირველად გობში მოვზილო ხელით ცომი და ხაჭაპურის გარეშე ხვალინდელი სუფრა რა თქმა უნდა არ იქნება და ამიტომ უმარტივესად აი ყველას რომ მოეწონება თქვენი ცომი, ისეთი ცომის რეცეპტი უნდა დაგიდოთ. ამისთვის დამჭირდება მე აი ნახეთ რამდენი მარილი, აქ არის 1 ლიტრი წყალი. 1 კოვზი ცოტა დავამატოთ მარილი და გავცერი კილონახევარი ფქვილი. აი ზუსტ პროპორციებს არასდროს არ ვიცავ ხოლმე და ეხლა თქვენი ხათრით ავწონე და აი ზუსტად არის კილონახევარი ფქვილი. აქ ეხლა წყალში მე გავხსნი რა თქმა უნდა მარილსაც, ნახეთ მარილი. არა ეს შაქარია, ის იყო მარილი. შაქარი 1 კოვზი და ესე კარგად ამოვრებთ. სანდრო არაჟანი ხო გვაქვს, ხო დაგვრჩა? გამომიღე რა გიხვეწები. აი ისეთი ცომის რეცეპტი უნდა გაჩვენოთ ეხლა. ადრეც მედო მე ბევრჯერ ეს ცომის რეცეპტი, მაგრამ აი კიდე მინდა. ეგ მეყოფა. არა, მეყოფა გამიხსენი უბრალოდ რომ ამოვიღო. 3 კოვზი გამოვა. ეგ მეყოფა კაცო, საკმარისია. ამომიღე მიდი. აი ორამდენიც გამოვა. ეხლა ნახეთ, სანდრო ამაში ჩამიდებს. 1 კოვზი ამოიღე. მიდი, არაჟანი, კარგი სქელი არაჟანი. ესე, გავხსნათ. კარგად. ნელა არ გატყდება სანდრო, გატყდება. ესე შევტაბეთ შევეცხოვრო. მიდი, კიდე ამოფრიკე, მიდი. ჩაფრიკანა გააკეთე. ჩაფრიკანას იღებთ. აი ესე. და აი ესე 3 კოვზი წელს არა უშავს. 3 იმდენად არ მინდა, არა სქელი იყო, არ მინდა. ესე იგი 3 კოვზი არაჟანი და 3 კოვზი მაიონეზი. მომეცი კოვზი 1 წამი, დამიდე კოვზი. 1 ჩადე, 2 წელს პასკა გამოვაცხე მაიონეზი და მე ვერ გეტყვით, ისეთი კმაყოფილი ვარ და ისეთი გემრიელი პასკა გამოვიდა და ცომს მაიონეზი აკეთილ შობილებს. ეხლა უყურეთ. ესეთი 1 2 3 ესეთიც მაიონეზი არა, ჩემიონეზი. კაი. აი ესე უკვე ყველა ინგრედიენტი გახსნილია და ეხლა უყურეთ ჩემი წესი იცით თქვენ საფუარს როგორ ვაყრი. 1 ესე 2 ჩაის კოვზი საფუარი. ოღონდ ეხლა უკვე საფუარს რომ მოვაყრი, აი ამოვიღე ხელის სათქვეფი. ეხლა 5 წუთი დაველოდები სანამ საფუარი არ გააქტიურდება და ამისი ამორევა არ შეიძლება და ზუსტად 5 წუთში დაგიბრუნდები. აი ნახეთ როგორ გააქტიურდა საფუარი სადღაც 5-7 წუთში და აი ესე ამოვურევ. მეტი ამას არაფერი არ უნდა. სანდრო, ჩვენ ხო გვაქვს კიდე ისა ნაღები? აი ცოტა მინდა 100 გრამი, აი ხა ნაღებსაც გავუკეთებ. და აი ამდენი ნახეთ ნაღები 35%-იანი კი ძალიან ძვირია, მაგრამ სასწაულად ხდება ცომს და მე თქვენ ხვალ გაჩვენებთ აი ამ ცომით გამომცხვარ ხაჭაპურებს. აი ყველას გააოცებთ, მეუღლეებს, დედამთილები ილოცებენ თქვენზე. აი მორჩა. ეხლა რას ვაკეთებ? ეხლა ჩემი ასისტენტი, ამჟამად ჩემი ასისტენტი.
ბატონი ალექსანდრე დამეხმარება და დიდად ბედნიერი ვარ რომ მე ამ გოფში უნდა მოვზილო. სანდრო ეს ცოტა ჩამისხი. აი იქიდან მე გადავიღებ შენ ჩაასხი. შენ მე გადავიღებ შენ დამისხი რომ მოვზილო ცომი. მე გადავიღებ სანდრო მიდი ჩემო ნიეტია რომ მეტი პიატნიცა. მიდი ცოტა სანდრო ება ნუ დაუშვი ახლა. ნუ დაუშვი მიდი. აქ არის ვიმეორებ კილო ნახევარი მიდი. აი ჩვენი აი ესე მომინდა რა ბებია ჩემი რომ გოფში ზელდა და აქვე ვიტყვი რომ გოგი პაპას შეუკვეთეთ ეს გობი. ეს არის საშვილიშვილო. მიდი სანდრო, მიდი. საშვილიშვილო. აი ესეთი გობი გექნებათ. აი ესე ახლა გაჩვენებთ 5 წუთში დიდი ვიდეო არ მინდა რომ გამოგივიდეთ. როგორი ის ცომი. მიდი სანდრო ნახე როგორი ცომი იქნება იცით ეს მაცივარი უნდა გამოვატაროთ მთელი ღამე და აი მერწმუნეთ რა აი ასეთ გემრიელ ცომს პასკაც ეგეთი მქონდა არ უნდა ბევრი სანდრო ხა უნდა გავაჩერო მაინც 1 წუთი და მე მოზელს ვაჩვენებ არ მინდა რომ შევაწყინო თავი და დაგუნდავებულსაც გაჩვენებთ და როგორ ამოვა მაცივარში მთელი ღამე მაცივარში ამოდის ეს ცომი და ხვალე დაგიბრუნდებით. აი ნახეთ, ახლოსაც ჩვენი სანდრო ცომი აჩვენე ახლოს როგორია. აი ცომი ნახეთ, აი და კი არ ვამატებ ახლა ამას მე ქვილს არავითარ შემთხვევაში. აი ხელში მიდგას აი ზეთი და აი ოდნავ აი ესე ვისველებ ხელს და აი პროცესი დავამთავრე მოზველის ერთი ეხლა 15 წუთი დამჭირდება რომ ეს დავამუშაო, მერე გადავიტან ისევ ჯამში და მთელი ღამე მაცივარს გამოვატარებ. აი ეს არის და გობზე აუცილებლად დაურეკეთ გოგი პაპას ტელეფონის ნომერს მიუთითებ. სასწაულია ეს გობი ყველას უნდა გქონდეთ სახში. ცომია ჩვენი კიდევ ერთხელ როგორია. აი ნახეთ. აი უკვე ხელშივე უნდა ამოგივიდეთ ცომი და ამას ახლა კიდე 15 წუთი დავამუშავებ და მთელი ღამე მაცივარში გამოვატარებ მაცივარს. აი ეს არის სასწაული. აჩვენე კიდე ახლოს სანდრო როგორია უკვე და ხვალ ხაჭაპურსაც ვაჩვენებ. გრამი ფული არ დამიმატებია და ნახეთ. აი როგორი ცომი ნახეთ. ხელშივე ამოვიყვანე. შეხედეთ ხედავთ როგორია? აი როგორ აი ამავე თასში ცელოფანს ახლა პარკს გადავაკრავ, ნახეთ აი 20 წუთი ესე ვზილე და მთელი ღამე გამოვატარებ მაცივარს და ხვალ როგორ ხაჭაპურებს გამოვაცხობ იმას გაჩვენებ. ეს არის ცომის რეცეპტი ხათასთან ნახეთ როგორ ტრიალებს ნახეთ. აი გამოვსახავ ჯვარს და მთელი ღამე იქნება მაცივარში, ვისაც მინდათ ასეთი. ბოლომდე უყურეთ ვიდეოს.